ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს სტუმრობს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მისი პრესკონფერენცია ფინალშია, ან უკვე დასრულდა. ჩვენ უკვე გვაქვს განცხადებები, რომელიც ჯონ კერიმ გააკეთა საქართველოში ყოფნის დროს. გია ჯაფარიძე ჩვენთან სტუმრად დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიით და ამ წუთში ის წარმოადგენს პოლიტიკურ მოძრაობა გირჩს. უბრალოდ ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩს. ბატონო გია, გამარჯობა. პირველი განცხადება, რაც მინდა წავიკითხო, მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, ამას ხაზგასმით კერი, რადგან კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. რას ნიშნავს ეს? ძალიან დიპლომატიურად ნათქვამია. აღნიშნულია, რომ ვარშავის სამიტის წინ, ნატოს სამიტის წინ საქართველოს ჩამოსვლა თითქოს და მნიშვნელოვანი, ანუ რაღაცა ცვლილების მოლოდინს აჩენს და იქვე მთავრდება თითქოს ეს აზრი და ამბობს, რომ ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ეს რა იკითხება ამ დიპლომატიურ ფრაზაში? გეთანხმებით აბსოლუტურად, დიპლომატიური ფრაზა, რაც მოსალოდნელი იყო. ამოდით იქიდან დავიწყებ, რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვიზიტად ეწევა საქართველოს. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ასეთი მაღალი რანგის სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორიდან თბილისში არ ყოლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის განხორციელების დრო. ჩვენ ერთი კვირის წინ ვიყავით და ერთი კვირა ვიყავით შეერთებულ შტატებში და ეს 6 ივლისი ჩვენი ყოფნის დღეებში დადგინდა საბოლოოდ ეს თარიღი. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტაიმინგი. ორი თვალსაზრისით, პირველი ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, მოახლოებული სამიტი, ნატოს მოახლოებული სამიტი ვარშავაში, სადაც ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე ის ინფორმაცია, რაც მანამდე გქონდა, ის რაც კიდევ დამატებით შევიტყვეთ, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებში თუ სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას, გახდათ ის, რომ ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ვფიქრობ, რომ ეს დიპლომატიური განცხადებაც სახელმწიფო მდივნის სწორედ ამაზე უნდა მიანიშნებდეს. პროგრესი რა შეიძლება გამოიხატოს? მაქსიმუმი რა შეიძლება მიიღოს საქართველოს ამ ეტაპისთვის? მაქსიმუმი, რასაც საქართველოს ალბათ მიიღებს ვარშავის სამიტზე, იქნება ის, რომ სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ჩაიწერება ფრაზა, რომ საქართველოს აქვს ნატოსკენ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მას აქვს უფრო მეტი პროგრესი, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ეს იქნება ალბათ ჩვენ დაგვეწია ერთ-ერთი განცხადება, ჯონ კერის ასეთი რამ უთქვავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავს ვალდებულად გრძნობს და ეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში. და ის ასევე ამბობს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს დაფიქსირდება ვარშავის სამიტზე. ეს ხომ არის უკვე დაფიქსირებული. ეს არის წრეზე ხომ არ დადის საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ყოველ შემდეგ სამიტზე ეს კიდევ ერთხელ იყოს დაფიქსირებული, ამას აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. დიახ, ეს მოხდება, ვარშავის სამიტზე მოხდება ის, რაც მოხდა უელსის სამიტზე, რაც მოხდა მანამდე ჩიკაგოს სამიტზე, ანუ აი ეს არის ბუქარესტის სამიტზე, რაც დაფიქსირდა, რომ საქართველოს რაც ჩაიწერა ბუქარესტის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ეს რასაკვირველია იქნება გამეორებული. ასე იგი, თქვენ მანამდე ახსენეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ნატოში ევროატლანტიკურ მომავალში. დიახ, აი ჩვენი ამ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, აი რაც არსებობს თანამშრომლობის ქარტი, აი მის ფარგლებში გაფორმდა კიდეც მემორანდუმი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. სხვა შორის ამაზე
იყო ჩვენი შეხვედრების დროსაც იქ საუბარი შეერთებულ შტატებში, გვითხრეს რომ ასეთი დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის და ვიცოდით რომ ამას ხელი მოეწერებოდა და ეს ძალიან კარგია, ჩვენ ამას მხოლოდ ასე ვთქვათ მივესალმებით, უბრალოდ მე დაუბრუნდები ისევ ტაიმინგის ნაწილს. კერის ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ ნატოს ვარშავის სამიტს, ის ასევე უკავშირდება საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და კერის ვიზიტიდან და მისი განცხადებებიდან ჩემთვის და ჩვენთვის ალბათ ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ის, რომ შეერთებული შტატები საქართველოსგან, როგორც მისი პარტნიორისგან, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოსგან ელოდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მან ეს თქვა კიდეც, მან ამბობს, რომ ის ამბობს, რომ აღიარებს, ჩვენ ვაღიარებთ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები რეფორმებს, რომელიც განხორციელდა საქართველოში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემოდგომაზე საქართველოს ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის, მადლობა მასპინძლობისთვის ის ამბობს. მე მაინტერესებს ბატონო გია, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეს მკვეთრი გზავნილი, რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, ეს ნიშნავს, რომ ვინმე ამაში ეჭვეპარება. იცით რა, საქართველო არის ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყანა. ჩვენთან დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი დასრულებული არ არის. ისეთ სახელმწიფოებში, სადაც კონსოლიდირებული დემოკრატიის კონსოლიდაცია არ გვაქვს, ბუნებრივია შეიძლება ჩნდებოდეს ასეთი ეჭვები, რასაც სახელმწიფო დივანი აუცილებლად ყველა შეხვედრაზე მოითხოვდა, იქნება ის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, მიეცეს გარანტირებული იყოს მათთვის თანაბარი სამოქმედო პირობები. ძალიან ხშირად ეს საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ასე არ არის. ეს უფრო პრევენციაა, ვიდრე რაღაცაზე გამოხმაურება და მინიშნება. მე ვიტყოდი, რომ არის ორივე. პრევენციაც არის და მომხდარ ფაქტებზე ერთგვარი რეაქციაც. მომხდარ ფაქტები ალბათ მომხდარ ფაქტებში გულისხმობ, რომ კორცხელის ტიპის ფაქტი ვთქვა. თუნდაც კორცხელის ტიპის ამაზე რეაგირებას აძლევს ხოლმე ასეთი ტიპის მაღალი რანგის. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრებზე რა შეხვედრები ჩვენ მქონდა შეერთებულ შტატებში, არასდროს შეერთებულ შტატებს პრობლემა არ ექნება, რომ სასამართლოში რაიმე სამართლებრივი დავა მიმდინარეობდეს, მაგრამ ძალიან ცხადია, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი და ზოგადად ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი დასავლეთში ძალიან ცუდად აღიქვამს თუ რუსთავი ორთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული 8 ოქტომბრამდე და ამ სასამართლო გადაწყვეტილებით შეიცვლება სატელევიზიო არხის ფლობელი. ზოგადად ჯონ კერის ვიზიტი შემთხვევითი და რიგითი მაღალი რანგის მოღვაწის ჩამოსვლა არ არის, ეს არის რაღაცა გაცაგები შემოსვლა კონკრეტული გზავნილებით. მე მაინტერესებს ასეთი რამ. უფრო მეტი, ვთქვათ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს საქართველოსა და ამერიკის შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის მიმართულებით. მემორანდუმი გაფორმდა. აი, უფრო ძალიან ბევრი საკითხია. რა შეიძლება მოხდეს ურთიერთობაში? ძალიან ბევრი, ეს მემორანდუმი გაფორმდა, რამდენად ვიცი, 2 მემორანდუმი გაფორმდა, ერთი შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს, მეორე შეეხება განათლებას. ეხლა ისე არ გამოვიდეს, რომ ძალიან ბევრს საუბრობთ ჩვენს ვიზიტზე შეერთებულ შტატებში, მაგრამ ის რაც სტეიტმენტი, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნისგან, ეს რამდენჯერმე უკვე მოვისმინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენი მხრიდანაც ჩვენი ვიზიტის დროს სწორედ ამ საკითხებზე კეთდებოდა აქცენტი და მოხარული ვარ, რომ ფორმაში ვართ და ვემთხვევით, ასე ვთქვათ, ჩვენი მთავარი პარტნიორის პოზიციებს. ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, სადაც ჩვენც ასევე ვისურვებდით უფრო მეტ პროგრესს. მაგალითად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონდეს თავისუფალი სავაჭრო
ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, როგორიც გვაქვს ევროპის კავშირთან, როგორცაც ვაფორმებთ ჩინეთთან, ანალოგიური ხელშეკრულება თუ გვექნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს იქნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ნებისმიერი განზომილებით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ბენეფიტების მომტანი ამ საკითხებზე ჩვენც ვისაუბრეთ, ამერიკელებიც საუბრობდნენ, რაც მოვისმინე სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, ამაზე ჯერჯერობით ჩვენთვის სამწუხაროდ ამ მიმართულებით ჯერჯერობით პროგრესი არ გვაქვს, საკითხი ეხება ვაჭრობის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯერჯერობით იქ საკითხი ჩვენთვის სასარგებლოდ და ჩვენთვის სასიკეთოდ სამწუხაროდ არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენთვის პოზიტიური პოზიცია აქვს. რა შეიძლება კიდევ იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე თუ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა ამაღლდება, თუ ჩვენ გვექნებოდა, თუ მოგვეცემოდა შავ ზღვაზე რაღაც გარკვეული უსაფრთხოების ქოლგა, ცხადი ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს აუცილებლად თურქეთმა და ალბათ კიდევ რამდენიმე ნატოს სახელმწიფო, რომელიც შავი ზღვის იქით სანაპიროზეა, გულისხმობ ბულგარეთს და ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით, რასაც ძალიან სერიოზული კრიტიკა ჰქონდა ხოლმე ოპონენტთა მხრიდან, გამოცოცხლება ეტყობა საქართველოს ხელისუფლებას, როგორც გერმანიის მიმართულებით, ასევე ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. ესე იგი, ეს პოტენციალი იყო მოქმედ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, იყო. თუ ეს არის პერსონალურად ახალი პრემიერის დამსახურება. პოტენციალი რომელიმე ხელისუფლებაში ხო არ არის, პოტენციალი ზოგადად იყო ამ სახელმწიფოში, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა აირჩიეს ხელისუფლება, რომელსაც პრინციპში ჰქონდა ეს დაკვეთა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაედგათ. ხო, მე გეთანხმებით იმაში, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილებამ ძალიან ბევრი პროცესი საგარეო მიმართულებით ნამდვილად გამოაცოცხლა. ეს შეეხება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე შეეხება ევროპის კავშირს. თქვენ თუ ნახავთ, თქვათ, მათ შორის ჩემს, თქვათ, საჯარო პოზიციას გამოთქმულს ჩემს მიერ წინა პრემიერთან, წინა პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობასთან დაკავშირებით, ეს ვერ უძლებდა კრიტიკას, კი გამოცოცხლება სახეზია, პროგრესით სახეზია, ეს აღინიშნება როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა და კონკრეტულად ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო პასიურია, არა, ის საგრძნობლად გააქტიურებულია, უბრალოდ მე მენანება ის დაკარგული თითქმის 3 წელი, რომელიც ჩვენ მოვანდომეთ პირდაპირ ვიტყვი სისულელეებს, ის დაკარგული 3 წელი, რა პერიოდში ჩვენ ვიყავით უკიდურესად პასიურები, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, კი დიახ, გეთანხმებით, პრემიერ კვირიკაშვილის პირობებში ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პროგრესი და გვაქვს უფრო მეტი აქტიურობა, ვიდრე ეს ჩვენ გქონდა პრემიერ ღარიბაშვილის პირობებში. შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება მითხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან და მის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით. არჩილ გეგეშიძე გამოძახებულია საქართველოში და მას მოусმენენ, რას უკავშირდებოდა მის მიერ ნათქვამი კონკრეტული ფრაზა, მან თქვა ასეთი რამ, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არსებობენ, თუმცა უბრალოდ ისინი ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამაზე მას მოუწევს განმარტება. იცით, იქიდან დავიწყებ, რომ მეც მგონია, რომ პრორუსული ჯგუფები საქართველოს ხელისუფლებაში არსებობენ, ეს ახალი არ არის. ამ თუ ასე თქვა ბატონმა ელჩმა, მაშინ მას სიმართლე უთქვამს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ალბათ მთლიანი კონტექსტი, ხო, რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი. ყველა შემთხვევაში, როგორი კონტექსტიც არ უნდა იყოს, კონტექსტმა შეიძლება მხოლოდ შემიცვალოს ის, აი, კვეთრად ნეგატიური დამოკიდება მექნება თუ უფრო ნაკლებად ნეგატიური დამოკიდებულება მექნება. ყველა შემთხვევაში ეს განცხადება არის ძალიან წარუმატებელი განცხადება. საქართველოს ელჩი, ჩვენს მთავარ პარტნიორ სახელმწიფოში ასეთ განცხადებას რბილად რო ვთქვათ, არ უნდა აკეთებდეს. მაგრამ ის არის დაძახებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაარკვევს
რა სიტუაციაში, როგორ, რატომ, რა კონტექსტში იყო ეს განცხადება გაკეთებული და მე მგონია რომ თუ რაიმე ზომები უნდა იყოს მიღებული, შესაბამისი ზომები მიღებულიც იქნება, იმიტომ რომ არჩილ გეგეშიძე არ არის დღევანდელი, ასე ვთქვათ, დიპლომატი, მას უმუშავია სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, მას უმუშავია არასამთავრობო სექტორში შემდეგ პერიოდში, ის დანიშნული იყო უკვე ამ ხელისუფლების მიერ საქართველოს ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის არის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი და საკმაოდ გამოცდილი ადამიანი საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ მიმაშია რომ დაველოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებებს, გაირკვევა ეს რა იყო, რა კონტექსტში ითქვა, რატომ ითქვა, ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს, ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რომ ეს იყო ძალიან წარუმატებელი განცხადება. შესაბამისად, დაახლოებით ემთხვევა თქვენი მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება. იცით რა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება იყო ალბათ ყველაზე უფრო მკვეთრი განცხადება ამ საკითხთან მიმართებაში, რაც მომისმენია, მან არ დააყოვნა რეაგირება და რეაქცია. მე ამას უფრო განვიხილავდი აღმასრულებელი ხელისუფლების შტოში, ანუ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების ჭრილში. შეიძლება არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი მისი ვიზიტის დროს რამდენადაც მახსოვს იქ რაღაცა გაუგებრობას ქონდა ადგილი, ელჩი არ დაესწრო შეხვედრებს, თუ ზუსტად მახსოვს, უფრო ამ ჭრილში განვიხილავდი. შეიძლება პრეზიდენტს სურს, რომ მას უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს ელჩების, უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს ხო ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. მე უფრო ამას მივაწერდი პრეზიდენტის ასეთ მკვეთ რეაქციას. მე მახსოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, წინა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მხრიდან ბევრად უფრო უარესი განცხადებები, მახსოვს პირდაპირ პრორუსული განცხადებები, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი რეაქცია რატომღაც არ მახსოვს. მე უფრო აი ასეთ ჭრილში განვიხილავდი მის განცხადებას. და ფინალში მაინც მაინტერესებს ასეთი ტიპის ვიზიტები, როგორცაც ამ მომენტისთვის საქართველოში აქვს ადგილი, მოყვება ხოლმე თუ არა შფოთი ყოველ ჯერზე თქვენი აზრით და თქვენს ხელთარსებული ინფორმაციით რუსეთის ხელისუფლებაში ყველა ასეთ დაპირებას რომ საქართველო გახდება ნატოში შესაძლოა თუ არა რაიმე გართულება მოხდეს. მოდით ამას უწოდოთ რუსეთის ბუნებრივი რეაქცია. რასაკვირველია რუსეთის რეაქცია ყოველთვის იქნება უარყოფითი, როდესაც საქართველოში ასეთ ვიზიტს და ასეთ განცხადებებს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ან ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა საქართველოს განვითარება, რუსეთს არ უნდა რომ საქართველო ნახოს ნატოში ან ევროპის კავშირში, რუსეთს უნდა რომ საქართველო იყოს დარჩენილი სიღარიბეში, საქართველო იყოს წარუმატებელი დემოკრატია, წარუმატებელი სახელმწიფო. ეს მას უფრო მეტ ბერკეტს აძლევს რომ გავლენა იქონიოს საქართველოს. მე უფრო რა მაწუხებს მე უფრო ის მაწუხებს ასეთ ვიზიტებს საქართველოში რომ მოყვება ხოლმე რეაქციები. სწორედ აქ მივდიოდი, ახლა აი მინდა გკითხოთ ამ თემასთან დაკავშირებით, აი სკეპტიკოსებს აუცილებლად მიეცემათ სათქმელი კიდევ ერთხელ, რომ აი ეს მხოლოდ დაპირებებია. კიდევ ერთხელ გეუბნებიან რომ ნატოში გაწევრიანდებით, მაგრამ ეს არასდროს არ ხდება. ამაზე გასცა მე მგონი პასუხი თვითონ სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ჩვენ ვართ ამ პროცესში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით. მე ზოგადად მგონია და ამას ამ პოზიციას აჟღერებს ხოლმე ახალი პოლიტიკური ცენტრიც, იგივე პოზიცია გავაჟღერეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროსაც. საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხები არ შეიძლება იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. ეს არის ნაციონალური საკითხი, ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს მიიჩნევს როგორც ჩვენ ამას უწოდებთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად, ასეთ საკითხებს არ უნდა იყენებდეს
შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის, პარტიული, ასე ვთქვათ, პოლიტიკისთვის და რაღაცა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის და ძიძგილაობისთვის. ეხლა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ზოგადად წინააღმდეგი არიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ცხადია, რომ ისინი ყოველთვის ამას იტყვიან, გუშინაც ამას ამბობდნენ, დღესაც ამას იტყვიან და მომავალშიც იგივეს გააგრძელებენ. საქართველო იქნება ნატოს წევრი და ასეთი პოლიტიკური ძალები ალბათ მაშინაც იარსებებენ საქართველოში და მათი პოზიცია ზუსტად იგივე იქნება საქართველოსთან მიმართებაში. დიდი მადლობა გია ჯაფარიძეს, პოლიტიკური ცენტრ გირჩის წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჟიჟილაშვილის სტუდიის შეკითხვებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ამ გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგეძლებათ დღესვე 19 საათსა და 10 წუთზე. გელოდებით ხვალ 4-ზე. გმადლობთ. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.